კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობის, სპორტული კომენტატორის ეროსი მანჯგალაძის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს საქართველოს ეროვნულმა არქივმა ონლაინ გამოფენა მიუძღვნა. ეროვნული არქივის ვებგვერდზე მულტიმედიურ ფორმატში წარმოდგენილია მსახიობის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი საარქივო მასალა. მათ შორის არის ფოტოები კინოფილმების გადასაღები მოედნებიდან, ფრაგმენტები ფილმებიდან და სპექტაკლებიდან. ასევე წარმოდგენილია მსახიობის შესახებ მოგონებები. ორგანიზატორთა განმარტებით საქართველოს ეროვნულ არქივში ეროსი მანჯგალაძის ცხოვრების ამსახველი 500-მდე ფოტოა დაცული. ეროსი მანჯგალაძე ისეთი მსახიობი გახლავთ, რომ ყველა თაობისათვის მისაღებია და საყვარელია. ძველი თაობისთვის მით უმეტეს, იმიტომ რომ ჩვენ გაზრდილები ვართ მის როლებზე, ხო? მისი ერთი ფრაზაც კი ნებისმიერ აი სატელევიზიო ფილმში ქვევრში რომ წარმოს თქვავს, რა ვქნა კაცო, მე სამჭკუაშვილი ვარ, ხო, ეს ყველასთვის რაღაც მისაღები იყო და დასამახსოვრებელი ამ ერთი ფრაზითაც. იგი იღებდა სატელევიზიო სპექტაკლებში მონაწილეობას. ეს იყო უჩინმაჩინის ქუდი, კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა და სხვადასხვა და ეს ფოტოები ეროვნულ არქივში არის დაცული. აგრეთვე ის ფილმები, რომელშიც ეროსი მონაწილეობდა და ეს მოგეხსენებათ საკმაოდ მრავალი იყო, დაცულია როგორც კადრები ამ ფილმებიდან, აგრეთვე გადასაღებ მოედნებიდან. იგეგმება ნამდვილად, რომ ეს სრულად იქნეს წარმოდგენილი უფრო დიდი გამოფენა, მის მიერ შესრულებული მხატვრული ფილმებიდან კადრები იქნება წარმოდგენილი, აგრეთვე ის ვიდეო მასალა, რაც ეროვნულ არქივშია დაცული. და მთლიანობაში ალბათ ყველასთვის სასიამოვნო და სასურველი სანახაობა იქნება. ეროსი მანჯგალაძე 1925 წლის 21 ოქტომბერს, დაბადების ჩანაწერის მიხედვით 3 მარტს, სამტრედიის რაიონის სოფელ ღანირში დაიბადა. იგი 1958 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი და მის სცენაზე 20-ზე მეტ სპექტაკლში ითამაშა. 1959 წლიდან იღებდნენ კინოში. ქართულ მხატვრულ ფილმებში მან 25 პერსონაჟი განასახიერა. დაუვიწყარია მისი როლების სატელევიზიო სპექტაკლებსა და ფილმებშიც. სპორტული კომენტატორობა ეროსი მანჯგალაძის კიდევ ერთი პროფესია იყო. ამ მიმართულების განვითარებაში მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. ბავშვის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კბილების სიჯანსაღისთვის, არამედ ზოგადი ჯანმრთელობისთვისაც. ხშირად მშობლები ყურადღებას აქცევენ მხოლოდ კბილებს, თუმცა ღრძილების მდგომარეობა არანაკლებ მნიშვნელოვანია. ღრძილების ანთების, იგივე გინგივიტის გამომწვევ მიზეზებსა და მკურნალობის მეთოდებზე გვესაუბრება საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგების ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ექიმი, თერაპევტი გვანცა ფეტელავა. როგორც მან აღნიშნა, გინგივიტი ბავშვებში იწყება კბილების მოცვლის და ამოჭრის პერიოდიდან. უმეტეს შემთხვევაში ბავშვებში კატარული გინგივიტი იწყება კბილების მოცვლის და ამოჭრის პერიოდიდან. ამ პერიოდში ბავშვებს აქვთ შეშუპება, ჰიპერემია, ქავილის შეგრძნება და ძირითადად გამოწვეული არის კბილების ამოჭრის და მოცვლის პროცესთან. მკურნალობა არის სიმპტომური, ამ შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება რეზინის ცივირგოლები, ვნიშნავთ ხოლმე ასევე მალამოების სხვადასხვა სახის გამაყუჩებლები, რომელიც ამ ტკივილის კუპირებას ხელს უწყობს. ცოტა მოგვიანებით ასაკში და პერიოდში, ანუ ძირითადად გინგივიტები წარმოიქმნება, როდესაც არის ხოლმე არასათანადო, არადამაკმაყოფილებელი ჰიგიენა. უმრავლეს შემთხვევებში, როდესაც იმუნური ფონი დაქვეითებულია ბავშვებში და არის ან ხშირი ავადობა, ან ქრონიკული სხვადასხვა პათოლოგიები, ან გულსის ძარღვთა დაავადებები, ამ შემთხვევაში შეიძლება თავი იჩინოს პირის ღრუში ღრძილების ანთებას, რომელიც ასევე გამოხატულია მწვავე შეშუპებით, ჰიპერემიით, სისხლდენით, ასევე უსიამოვნო გემოთი და სუნით პირის ღრუდან, რასაც აუცილებლად ჭირდება სწორი მკურნალობის გეგმა. ასევე სეზონური ვირუსების და გრიპების პერიოდში, როდესაც იმუნიტეტი საკმაოდ დაქვეითებულია, ამ შემთხვევაში ან ბაქტერიული დაავადებების დროს, ან როდესაც არის ქრონიკული პათოლოგიები, იგივე ბრონქიტების დროს, როდესაც ანთებითი პრობლემებია, ხო? ამ შემთხვევაში მწვავედ გამოიხატება ხოლმე, იგივე შეიძლება აღინიშნოს გინგივიტები, ან გამოხატული იყოს პირის ღრუში სტომატიტები, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ჰერპეს
ჰერპესული, ასევე აფთოსური. ჰერპესული სტომატიტების დროს უმრავლეს შემთხვევაში გამომწვევი არის ჰერპესის ვირუსი, რომელიც ორგანიზმშია ბავშვის ორგანიზმში და ამას უკვე პედიატრის კუთხით ჭირდება დანიშნულების დაწერა, ხოლო აფთოზური სტომატიტები არის ძირითადად ადგილობრივად 1-2 წყლულის სახით გამოხატული, რომელიც ადგილობრივი მკურნალობით იგივე პაროდონტოლოგის მიერ, იგივე სტომატოლოგის მიერ ძალიან მარტივად და სწრაფად შეიძლება უკუგანვითარება განიცადოს და ძალიან მარტივად ალაგდეს. იმისთვის რომ სწორად მოვახდინოთ ღრძილების ანთების დიაგნოსტიკა და დროულად დავიწყოთ მისი მკურნალობა, საჭიროა ვიცოდეთ იმ სიმპტომების შესახებ, რომლითაც ეს დაავადება ხასიათდება. გვანცა ფეტელავამ სწორედ ამ სიმპტომებზე გაამახვილა ყურადღება და პრევენციულ ღონისძიებებზეც ისაუბრა. როდესაც თქვათ ამოჭრის სიტუაციაშია, ამ შემთხვევაში მხოლოდ შეგვიძლია ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებლის გამოყენება, ასევე შეგვიძლია გელები, რომელიც ადგილობრივად ხელს უწყობს, რომ ის ქავილის შეგრძნება, შეშუპება და ჰიპერემია ბავშვს მოუხსნას იმ ფაზაში, როდესაც კბილი არის ამოჭრის დროს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დაკავშირებულია, ვთქვათ, სტომატიტებთან და აფთოზულ წყულებთან, ხო, მხოლოდ ადგილობრივი მკურნალობა ამ ყველაფერს არ აალაგებს. ეს არის ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხო? ჩვენ ადგილობრივად ნიშნავთ ზუსტად ამ რემთერაპიის გელებს, ანუ მადესიზიბლიზებელ გელებს, რომელიც ხელს უწყობს, რომ ღრძილის ეპითელური ქსოვილი რაც შეიძლება სწრაფად და მარტივად აღდგეს, ადრე გამოიყენებოდა სტომატიტების შემთხვევაში ხშირად იყენებდნენ ხოლმე შაბებს, რაც სრულიად დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს იწვევს ნეკროს ღრძილის ლორწოვანის და არ შეიძლება ამის გამოყენება. არსებობს სპეციალური მალამოები, რომელიც კონკრეტულად ამ შემთხვევაში გამოიყენება. ნიახური ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მცენარეა. ის შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებს. მისი რეგულარული მიღება სასარგებლოა გულისთვის. ნიახურში შემავალი ნივთიერება ფტალიდი ხელს უწყობს სისხლძარღვთა კუნთების მოდუნებას. შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება და არტერიული წნევა დაბლა იწევს. ამ საკითხზე სპეციალისტებმა კვლევა ჩაატარეს. მასში 76,000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. კვლევაში მონაწილე პირები ნიახურის წვენს 6 თვის განმავლობაში ყოველდღე მიირთმევდნენ. სპეციალისტები აკვირდებოდნენ იმ პირებს, რომლებსაც აწუხებდათ არტერიული ჰიპერტენზია და გულის დაავადებები. კვლევის მიხედვით მათი წნევის მაჩვენებელი შესამჩნევად შემცირდა. სპეციალისტების განმარტებით ეს გამოწვეულია ნიახურში შემავალი ვიტამინებითა და მინერალებით. მათი თქმით, ნიახური კარგია გულის დაავადებების რისკის შესამცირებლად. ასევე ის ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას.